გამარჯობა მეგობრებო. დღეს გვაქვს საჯდომის ვარჯიშების დღე. სადღაც დაახლოებით 10 დღიანი პაუზა გამომივიდა და შედარებით ისეთი მსუბუქი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშების სხვადასხვა ვარიაციას გავაკეთებთ დღეს. წავიდეთ. კარგი. ეხლა მოკლე ფაზაში მინდა რომ გავაკეთოთ. ანუ არ მინდა სიღრმეში ჩამოსვლა, მაქსიმალურად ვიმუშაოთ ზედა ნაწილს. დინდა აწევაში მოხმარება. რამდენსაც შეძლებ? ხო, ზემოთ მინდა პაუზები უბრალოდ. ოკეი. ოდნავ გავაკონტროლებ. ოკეი, გეყოფა. აღარ მინდა მე. ნახე წამოიღო. ხო. სიერადით, ანუ სიგნალი მისცემ. ოდნავ თავი გვერდზე, აქეთ. ოდნავ, ზემოთ არ დააწ. რა გჭირს? ნახე, რამდენიმე ფაქტორი არის. ერთი არის ის, რომ გამტარიანობა არა კარგი, ანუ ჰიპერტონუსში გაკუნთები. ეს ჰიპერტონუსი გინდა არ გინდა აწება, ხო? ნერვსაც აწება, სიძარღვებით და პლუს ძიმეწონებით ვარჯიშის დამახასიათებელი არის რა, ეს რომ საერთო წნევა მატულობს ორგანიზმში. რასაც ხშირად ახლავს ხოლმე ეს თავის ტკივილი. ეხლა მე ვფიქრობ, რომ კისრის ქამლისებრი კუნთების მსუბუქი მასაჟის ეს კურსი რო ჩაიტარო, ყველაფერი ნელა გაიგეს. თან არ დაგავიწყდეს, ეს არ არის შენთვის პირველი მზადება, ეს არ არის შენთვის პირველი სტრესი. ჩვენ ეხლა პოზიტიურ სტრესს რასაც ვეძახით, იმ პოზიტიური სტრესიდან უკვე გადავდივართ ქრონიკულ სტრესში. ხო, მარტის ბოლომდე სიამოვნებისთვის ვაკეთებდი ყველაფერს და ეხლა ნელ-ნელა გერმანიდან რაც ჩამოვიდეთ, ცოტა ცუდ ხასიათზე ვარს, იმიტომ რომ დილობით რომ ვიღწევ, რა მინდოდა, რატო ავტყდით თქო ვიძახი. რეჟიმში რომ მამყოფებ სეგმომწონს. თავის ხიბლი აქვს ამას. ხო, აი რაღაცა აქვს რა. ნახე, აი ძალიან ისეთი მაგალითი არის ხოლმე. რატო ადის მთასვლელი მთაზე? ხო. აი დაიპყრო. მერე? ხო, მერე. ხო, მაგრამ თავისი ის აქვს, ხო? ყველაფერს აქვს თავისი პროცესით кайფი და ასე შემდეგ. ჩადიხარ ღმათ. მოკლე მოძრაობა. ვარდნით არ გააკეთო მოძრაობა, ჩაყევი, აი ეს, ამათ. ოკეი. აი, ბოლო წამს იღე. კიკური შეკუმშვა არ მომწონს. ანუ ბოქსით თითქოს არ არის სწორად იდეალური ზომის. ნახე, პიკურ შეკუმშვას ვეძახი. აი, ამოხვედი, ხო? ხო. და თითქოს აი აქ კიდე გრჩება. ხო. აი, ბოლომდე შეკუმშვის ფაზა არ მომწონს. რა დამიდო? ნიკაპს და იმაში. მაინც იჭმება კისერი, რაც არ უნდა ახლა მოვადუნო ისესა. ანუ ის მაქვს, სტატიკაში მაქვს და მაგრამ 15-მდე ყოფნის, ეხლა თავარია ისე არ ამტკიდეს, რომ სხვა ვარჯიშებში ხელი შემიშვა. ეხლა პრიორიტეტი უნდა იყოს შენი ფსიქიკა და ნერვული სისტემა. Всё? წავედით? ბოლო მსვლა? ბოლო მსვლა. ეს ხო? აი ეგ მინდა, კი ბატონო. აი, ცდილობ რომ ჩახვიდე. ავი. Stop. Всё. როგორ რთულია მოკლე ამპლიტუდაში. ან სადღაც მაინც ბოლომდე რო წელა, იქ ეტყობა კუნთით დასვენებას ახერხებს, ხო? ნახე, კუნთს საწყისი და ბოლო ხო აქვს და არის რა ძალის გადანაწილება, რომ რაღაცა არის, რომ აი მიმაგრების ამ წერტილიდან მოდის იმპულსი, რაღაცა არის აქ. ეხლა ჩვენ რეალურად ბოლომდე არ ჩაგვაქვს იმპულს არ იმოშებით და მიზანი არის, რომ აქედან აქ იმუშაოს, აქედან აქ იმუშაოს. ხო, ანუ სულ ამპლიტუდაში
თეორია კი გეუბნება, რომ კუნთი ცენტრისკენ იკუმშება, მაგრამ ასევე თეორია იმასაც გეუბნება, რომ არსებობს საწყისი და ბოლო წერტილში კონცენტრირებული ძალაც. და პრაქტიკა უკვე გაჩვენებს იმას, რომ ვარჯიშების ეს ვარიაციები, რომელიც შეიძლება პირობით რაიდან შევასრულე, აქ მოკლე ამპლიტუდაში ურტყავს უფრო მეტად ქვედა სეგმენტს, ვიდრე ზედა სეგმენტს, იმიტომ რომ სრული აი აქ შეკუმშვის ფაზა არ სრულდება. ამას ძალიან ბევრი თეორეტიკოსი ვითომ ეწინააღმდეგება, რომ პრაქტიკა გაჩვენებს ამას, რომ ეს მუშა მექანიზმია. ავედით სად ახლა? იქითკენ ერთი კიკბექის ვარიანტი. ნახე, ეხა მინდა არ ვაკეთებთ ბოლომდე ამოტანას, აი აქედან მოკლე მოძრაობა. მოკლე უკან გატანა. კვადრატს მოქმედება რომ ჩავთიშოთ ბოლომდე? ხო, მაქსიმალურად. აქაც მიმაგრების წერტილი ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. არ გვაინტერესებს. თუ კომფორტულია ეს ფეხი დამიტრიალე აქეთ. აი როგორ ხარ. ხო, სუაქარი. აი, ხო, ნახე, კარგი ის იყო. ამ ტრენაჟერში. მაგრამ მაინც რაღაც არ მოგეწონა. არა, ყველაფერი მომეწონა. ოდნავ საჯდომი, როგორც გინდა კიკბექების დროს, გინდა უკან ლანჯების დროს. აი ხო არის, რომ მენჩს როგორც ასწორებინებ ხომ ფეხი. აი ახაც რო დადგები, აუცილებელი არ არის, რომ ეს ფეხი აქ. ხო. თუ საჭირო თვლი, აი ეს გააკეთე. მიხდი გვერდზე. ესე რო გავწე გავსწორდი? შედარებით გასწრებ. შენ თვითონაც მინდა რომ აი აქ ზედა ფაზაში, სადაც აი აქ იმოშებოდით, აი აქ იგრძნო. ხო, კონტროლი. რეალურად აქ დანარჩენი შენთან არის მყესი, აი აქედან არ იწყება. სუმყესი. ხო. არ იწყება შენი საჯდომი ზემოდან. არ გაქვს ბიკინის საჯდომი? ბოდი ფიტნესში გადავა. ნახე, აქედან აქ აქვს ხო რესურსი. ხო. და შუა ფაზა როგორც კი, ანუ ის რაც იზრდება, ხო? განივიჭრილი რო გააკეთო, აი შუა ნაწილიდან არის მზარდი, ხო, ჰიპერტროფიას. თავისთავად მოცულობას რო გადის, აქ ილუზია უფრო მეტი იქნება იმისი, რომ თითქოს საჯდომი ზემოდან იწყება. ნუ ახლა შენ ანუ დავდგე და ზურგი, დელტები, ყველაფერი ამოვიღო და გოგოებით მარტო საჯდომი მოვარჯიშო. გოგოებივით, ხო. ხო. რა მარტო. გოგოსავით? შანსი არ არის, მაგრამ კიდია. არა, თუ გექნება ოდესმე მუღამი, მაგას გააკეთებ. ეხლა ნუ მოდი ვთქვათ, რომ მაგისი არც დრო არის. აღარც დრო არც კი არა, აღარც. ხო, ეხლა ფიზიკურად ეხლა 3-4 თვე ჩათვალე, რომ აი ესეთი გემრიელი ხორცის აკრეფა უნდა გააკეთო საჯდომზე და ეხლა შენ მაგის წავიდა? კი ბატონო. ავე. მინდი სარკეშიც გიყვება. აი გოგო ხარ. აი გოგო ხარ. კარგია, კორპუსიც თანაბრად დგას. ოქროს გოგო ხარ. ნახე აქ 30 წამიანი შუალედი გააკეთა ხოლმე. შეიძლება რომ სუნთქა დაამშვიდე, იმიტომ რომ ცალფეხზე კეთება მაინც ენერგიას გახარჯინებს და მე მეორე ფეხი ძალიან ბევრი გოგო მწერს ბოლო პერიოდში, თან რო ხედავ რომ ესეთი მშრალი ვარ. ყვების გამო, ნუ ოღონდ ეს თავისი ინიციატივით არ ანუ ექიმთან იყვნენ გამოიკვლეს ესა და ყვებისა და ამ დიეტებისა და აი ამ სიმშრალისკენ იმის გამო ციკლი აქვს დაკარგული. ხო და რა შეიძლება რომ ურჩიოთ ჩვენს ექიმთან იყვნენ. ჩემი პირადი გამოცდილებაც ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, ნათქვამი მაქვს, რომ ციკლი ერთ-ერთი დავკარგე, როცა საქართველოს ჩემპიონატისთვის მომზადებოდი, იმიტომ რომ არ დაგიჯერე და ვჭამე ერთი რაღაცა და ვიყავი არარეალურ, არაადამიანურ კვებაზე
თუმცა საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მშრალი ვიყავი იანვარი, თებერვალი, მარტში და ჩვენ მქონდა ციკლი. ნახე, აქ არის პროცესი გასააზრებელი, რატო იკარგება, ხო, ციკლი, ზოგადად ციკლი რას ემსახურება. ანუ ემსახურება იმას, რომ მთელი ფაზები არის, ხო? ოვულაციის ფაზა არის, ანუ გამრავლება, რეპროდუქცია უნდა მოხდეს. აქ არ არის მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, რომ ცხიმის პროცენტულობა რამდენი შეგიმცირდა საერთოდ ორგანიზმში, მარტო ჰორმონები და ანუ საერთოდ ჯამში შენი კვების რაციონიდან თუ ბევრი სიგნალი წავიდა ორგანიზმში, რომ არ არის გამრავლებისთვის, რეპროდუქციისთვის კარგი პერიოდი, ანუ ციკლის საუცობლად აღარ დგას. ანუ ნებისმიერ იქნება კალორიული დეფიციტი, ცხიმის პროცენტულობის შემცირება, იქნება სტრესი, ხო? აი რატო არის რომ ნერვიულობის დროს რაღაცა უცებ სტრესი გქონდა და 4-5 დღე შეიძლება გადაგიცდეს, იმიტომ რომ მე მგონია რომ საქართველოს ჩემპიონატს დროს ეგ უფრო მჭირდა ვიდრე ყველაფერი ერთად ყვება საშინელი მქონდა, მაგრამ სტეკი გააკეთე, იმის რა ქვია. ხო, ანუ ყველაფერი დავარღვია რაც დასარღვევი. ხო, ამიტომ აი მიაქციან ამას ყურადღებას, რომ ციკლი წყდება იმიტომ, რომ არ არის რეპროდუქციისთვის შესაბამისი ფონი ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული კვებასთან, მაკრო და მიკრონუტრიენტების დეფიციტთან, ცხიმის პროცენტულობასთან, ქოლესტერინის არასაკმარისი აროსტეროიდული ჰორმონებისგან, მთელი ბუკეტია. ერთი მიზეზი მან როგორც ესე ერთი კონკრეტული არ არის. ერთი კონკრეტული მიზეზი ქვია ქრონიკული სტრესი. სხვა ამ ქრონიკული სტრესის ქვეშ ჩაშლილია ბევრი რაღაცა კიდე. კარგია. მაინც სხვა არის, როცა სხვა გავარჯიშებს. იმიტომ რომ ყველა ადამიანს შინაგანად მაინც აქვს აი ეს აი რაღაცა, თუნდაც თავისი ტექნიკა, თავის თავზე მორგებული ტექნიკა რა. სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. კი, ეგ არის და ფუფუნება, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება მწვრთნელი არ იყოს და იყოს ადამიანი, რომელიც გამოტივირებს. ვინმე მეგობარი, ოღონდ რა თქმა უნდა ამ საქმეში რო იხარშება. რომელიც გადგას და ზომიერად გეუბნება, რომ მიდი ახლა და უნდა ესმოდეს, ანუ კუნთის ხედვაც უნდა ქონდეს. უნდა ესმოდეს ბიომექანიკაც და რაღაც მომენტში უნდა დაგინახოს, რომ ამას ვაკეთებ, აი მგონი აკლებ. მგონი იმაშია. ანუ აი ჩემთვის ეგ ახლა მე და ტატოს ქონდა სხვათა შორის აი ერთ ვიდეოს რო ვდევდით, იქ ვიცახდი, რომ დააფასე ის მომენტი, სანამ გინდა ჯიმ პარტნერი ყავს, გინდა მწვრთნელი ყავს, ვისთან ერთად შეგიძლია რომ ექსპერტი რო გეტყვის ამბებს ნიშნავს. ხო, არა. შენ რომ მოვარჯიშებ ხოლმე, მაინც ისე ვიღლები, რომ აღო იმის ნახევარი წვენით მოვარჯიშებ ხოლმე, ვიდრე მე ვარჯიშობ და 50% უფრო მეტად ვიღლები, ვიდრე მე როცა ვარჯიშობ. ანუ უბრალოდ ჩენჩკუაზე არ აკეთებ რა. ხო. ეგ არის. რაღაცა ახლა გრანდიოზულს და სასწაულს ხო, არა, მაგრამ აი ეს პატარა დეტალები მაინც ეთყობა რაღაცა. კარგი. ეხლა მინდა ცოტა განსხვავებული ტექნიკა იმისგან, რასაც აკეთებ ხოლმე. ტერფები ცოტა განზე იყურებოდეს. ფეხები სუსუოდნავ განზე მინდა. სუსუოდნავ. კიდე განზე? სუსუოდნავ. აი ეს. ესე? კი ბატონო. შენ? ხო. წინ გადახრა და ქვემოთ ჩასვლა კორპუსის და ამოსვლის მომენტში. საშტომ არ წავიღო უკან? კი, მაგრამ ჯერ იწყებ წინ, მერე ჩადიხარ, აი ესე და ამოსვლის მომენტში ცოტა აი ესე. ნუ ლატებსაც კაია. აი ეს. სულ აი ამით იმუშავე. მეტი მინდა. ძიმია. არ არის ძიმი. დავიდო, ქვემოთ თუ გჭირდება დადე ხოლმე. დადე. დადე. თავი რა შევა? კარგად არის. უბრალოდ ენერგია არ მყოფნის. ნუ ახლა კრივიდან მოდიხარ. ეხლა შენ რაც ჭამე, ჯერ არ იქნება. ჭამე 2 საათის წინ ჭამე. მაგრამ ამშენებლად სისხლში გაქვს შაქრის დონე მომატებული და 10% გაქვს გლიკოგენი შეიძლება შევსებო. ეს ბრინჯი გავიგეთ, რომ ბრინჯი ხო? და სოციალს რო გახსნი, ყველგან არის რომ ვარჯიშამდე ნახშირწყალი, ვარჯიშის მერე
ცილა ბოსტნეული. რაღაც ესე რა, რომ თან წონაში სითხელეც რო გქონდეს და თან კუნთისთვის და კარგი ნაყოფიერი ვარჯიში გქონდეს. ხო და აი რეალურად თუნდაც ვარჯიშის მერეც ნახშირწყალი და დღით ანუ ყველა კვებაში ნახშირწყალი, აი მაგ გლიკოგენის მარაგისთვის და კუნთის სისავსისთვის რამდენად საჭიროა. ხო, ზოგადად ეს შეხედე, რომ ვარჯიშამდე ნახშირწყალი და ვარჯიშის მერე ნახშირწყალი, ესეთი მოცემულობა დოგმა, ხო? ესეთი არ არსებობს. ანუ ორიენტირი უნდა იყოს ყოველთვის ენერგია, გლიკოგენის მარაგი. რესურსის სახით. ხო. რომელიც ერთი კვებით და ორი კვებით არ ივსება, ანუ სრული შევსება, როდესაც მე კუნთიდან მარაგს გავხარჯავ, დაახლოებით 24-დან 48 საათამდე მოიცავს, მაგრამ ნაწილობრივი შევსება არის დაახლოებით 9 საათიდან 1 საათში და ესე დროები რაც წეგან ჩამოვთვალე. ამიტომ ვარჯიშის მერე მაშინვე გავარდი და ვჭამე, ეს არ არის. ცილაზე კეთდება ხოლმე აქცენტი და რატომ? ცილის გაძლიერებული სინთეზის ფაზები გვაქვს. ანუ როდესაც ხდება აი ვარჯიშის მერე უცებ პროტეინის ვისდავლიო. ანუ ეგაა მართლა? მაგის აუცილებლობა არ დგას რეალურად თუ შენ დაახლოებით 6-8 საათიანი მანამდე ფანჯარა არ ქონდა იმის, რომ აი არ მიგიღია საერთოდ ცილა, ხო? თუ პირობითად აი არ გავარდი და ეგრევე არ შეჭამე, არაფერი, უბრალოდ გამოტოვებ ერთ იმ გაძლიერებული სინთეზის ფაზას. ბოდიბილდერისთვის ეს მნიშვნელოვანია, ის დაასდევს ამ ციფრებს. მაგრამ ჩვეულებრივი მოვარჯიში ადამიანისთვის, რომელსაც სრულფასოვანი სამი კვება აქვს, იმან აი ამებს არ უნდა აცდიოს, რომ მაშინვე გავარდი, იმიტომ რომ მაგალითად ვარჯიშის პროცესში და ვარჯიშის შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში თუ შიმშილის ფაზა არის, იქ ხდება ანუ ბრაუნფეთის, ანუ ყავისფერი ცხიმის კომპონენტების გაძლიერება, მიტოქონდრიების გამრავლება, გამოჯანმრთელება და კვებამ შეიძლება ეს პროცესი პირიქით შეაფერხოს. აი იქ მიზანსაც გააჩნია. გავიქეცი აუცილებლად ვარჯიშის მერე ვჭამე, ანუ ვარჯიშის მერე ჩვენ ვიძახით, რომ ვარჯიშის მერე სისხლი არის კუნთებში მიმართული. წასული არის კუნთში. კვება ნიშნავს იმას, რომ ჩემი ეს სისხლის ნაკადი უნდა წამოვიდეს ნაწლავში და პერისტალტიკას მოემსახუროს. დაახლოებით 30-40 წუთი ვარჯიშის შემდეგ, ანუ რაც მოწესრიგება სჭირდება და გასახდელში კვების ჭამის აუცილებლობა, მაგრამ არ არსებობს რა. მოწესრიგდი, ვიბანავე, ჰომეოსტაზი დაბრუნდა, პულსი თავის ადგილს დაუბრუნდა, სისხლი გადანაწილდა მთელ სხეულში, მიირთი მშვიდად რა. ამასობაში კარგად ტკივა ტაკა. არის. რა არ მოგწონს? კაცო, ყველაფერი მომწონს. ჩუმად როცა ხარ? აი, უბრალოდ ხედავ რომ ტანით უფრო აქვს, მინდა რომ აი ფეხიდან და საჯდომიდან აქედან წამოიღო იმპულსი. ჩააწექი ქუსლებს. აი, ზუსტად ეგ გამოსვლა უნდა იყოს. ეხლა წელით ამოვიტანა სულ? ანუ ამითია მოგაქვს და ამითია მოგაქვს ხოლმე რა ვიცი, აი გარ მიხდი. აი გოგო. ფიქრის დონეზე არის ფიქრო ის, რომ კვადრით არ წამოვიღე, წამოიღე. შე, გეყოფა. და ეხლა მინდა რომ შევცვალოთ და შუაზე დავაყენოთ. აისენ. ოკეი. გაიარ. წამო მონა. წამო მიყვარს ჩემი მონა. ძალიან საყვარელია. კითხვები? ოღონდ ძალიან გთხოვთ, აი მართლა შინაარსიანი კითხვები, აი წყალი რამდენი დავლიო და ძილის წინ მოვფსა თუ არა. აი ესეთი კითხვები არ დავსად, აი მართლა, აი ერთ-ერთი წამყვანი სკოლის დამფუძნებლები ვართ. აი სერიოზული კითხვები დაგვისვით. და ყოველი მსგავსი ვიდეოს დროს თან ვარჯიშობ თან ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ. მოვჩილა პარკს. შუაში რატო? მონა მომყვები? შედარებით ის არის. ლაითია.
უფრო ლაითია. და ქვემოთ უფრო ჩახვალ. ვიდრე წინ. ой მე ან მიდი კაცო. მაგდებს. ჩაყევი. გაყევი მის მიმართულებით. ქუსლებზე მაგდებს. არა უშოს. არა უშოს გადავარდინათია. მუხლებში გაიმართე. აი. ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ ეს ფოლომის. გაიმართე კიდე. აი რა გადა. მიდი. ცერი გამოიყენე. ვერ დგე ვაფშე ჰაერში მაგ. ან ნახე მარტო იმაზე ვფიქრობ რომ არ გადავარდე, იმიტომ რომ ასე ვარ. ვერ გადავარდები, ხელი გიკიდია, ვერცად ვერ გადავარდები. კარგი. მუხლებში ჩადი კიდე. ასე. არ მომწონა. არა. ზოგადად საკმაოდ ესეთი კი ვარ, მაგრამ პრეტენზიული და ჯიუტი ადამიანიც ვარ რა. აი საკუთარ თავს შემიძლია ვერ ჯიუტო და ეს არის ყველაზე ცუდი თვისება ჩემი. და რაღაც თუ ისე არ მიდის როგორც მინდა ხოლმე. მე აი აგონიაში ვარდები და იმერობი მეშლები და მე მინდა სხვებსაც ნერვები მოუშალა. ძირთადად ამას უშლი ხოლმე. წავედით. კი ბაჩმა იძლევს რომ ყველანაირი კომფორტი დავიწყო. ოკეი. აფე. მე ხა უბრალოდ მინდა შერა ვარიაციებსაც აკეთებ ეგ არ მინდა. უბრალოდ მინდა რომ გავაკეთოთ წინ გადახვილი. ოკეი. პოზიციიდან. მაქსიმალურად მინდა რომ ეცადო ფეხის გარეთ გატანას. რაც შენ გიჭირს. როდნავ წინ. ებატე. მენჯი ეს თუ ჩავატრიალო? არ აქვს მნიშვნელობა. დავანეიტრო. მე მინდა რომ წინ იყო გადახვილი. აი, აქ მინდა პაუზები. ოკეი. ეხლა ეს ვარჯიში ვთქვათ რომ შენ შემთხვევაში არ არის ძირითადი ვარჯიში. ჩათვალე ის სამი ვარჯიში გავაკეთე და ამით რაღაცა თითქოს დამატებითი ფიზკულტურა გაქვს რა. რატო? ეს საუკეთესო ვარჯიშია და ვერ შლი ბოლომდე. ცირედი ჩართულობა გაქვს რა. კეთე. ნახე? ნახე? აქედან როგორ გემრიელად არის. ეხლა აქ რო აი საჯდომის ამ ნაწილს უტყავს, საერთოდ არ ვაკეთებ აქციას. აი ამ პოზიციიდან ფეხების გაშლა, ზოგადად მინდა რომ ფეხების გაშლაზე ვიმუშაოთ. ანუ იმისთვის რომ აი ეს მოძრაობა მაქსიმალურად კარგად გამოგვივიდეს. არის კიდე ჩადი. აი. ერთადერთი აი წეღან ამ პოზაში რო ვიყავი, აი უკვე ბოლოსკენ ესენი და აი ესენი დაიწყო, ამათ ჩართვა დაიწყოს და ეგ დამეჭემა. სწორად ვაკეთებ? მუშაობს? არა, უბრალოდ გტანჯა. წავიდე. უიმეტეცა და ფეხები. აი ეგ იყო კაი. შენი თვერი ზამ. კარგად თუ არ? კი. სადაც დაგჭირდება? ეცადე. მე წელში ლორდოზი გაქვს. აი, წელში ლორდოზი გაქვს. ანუ ჩავტე ხო თუ მომინდა? ხო. არა. ეს შეგრძნება, მაგრამ ესე უფრო მეტად ვშლი. არ ვიცი. კი. რაც უფრო ქვემოთ ჩავა შენი კორპუსი, მით უფრო კარგად გაშლი რა. მეწონა. შენ კიდე წინააღმდეგობა არ გამიწიო, ხო? ძალიან ცნაურია. ესე არასდროს არ გამიგეთებია. ძალიან გემრიელი პოზიციაა ზოგადად აქ რო ხარ რა. ხო. ოჰო. აუ კიდე ეს ხო მესამე იყო. კიდე ერთი გავაკეთე ამ პოზაში. ოჰო.
რა ვიყავი? დავიდე. ეხლა შენ გელაპარაკები, მაგრამ თვალწინ მიდგას, აი ეს წონა იყოს. თვალწინ მიდგას სახლში ბრინჯი და ტელაპია რომ ელოდები. ანუ საჯდომის კუნთის ჰიპერტროფიაზე ორიენტირებულად ნაკლებად ვართ, ჩემთვის აქ უფრო არის შეგრძნებები, თუმცა შენ თვითონაც ხვდები, რომ გემრიელად არის ჩართული. ძალიან გემრიელად, აი მთელი ეს სეგმენტი. იცოდე? ხო. ვარჯიში, ფეხის მომხრელი. საერთოდ ფეხის მომხრელ ტრენაჟერს აუცილებლად სჭირდება. აი აქ ესეთი ბალიში აქ, რომელსაც პლუს წინ ხელის საყრდნობიც ექნება. ამას რატომღაც არ აქვს და ძალიან რთულია. ანუ აი წესიერი წონით ვარჯიშს რო იწყებ, ფეხს ვერ ხრი, იმიტომ რომ ფეხზე დგები. ამიტომ მიწევს ხოლმე ახთხან ჯგუტებს ვიკეთებ, ხან ხელებს სადღაც ვებღაუჭები და ძალიან არაკომფორტული არის. ძირითადად აი ესე მიკიდე ხელი. მაგრამ მაინც საჯდომი საყრდენს შორდება, წინს რიალებ. კარგი, მეორე პოზიცია გავაკეთოთ. გავწელოთ. ასე უფრო ფიქსირებული ვარ. ესეთი რაღაცების მოგონება გვიწევს, როცა ტრენაჟერს რაღაცა არ აქვს ის, რაც უნდა კონდეს. ჩემი საყვარელი შეგრძნება. ხელს რო აიღებ და ჰამსტრინგი არის ვარწარასწრისგან გამოწეული და ესე ხელი შეგვიძლია მოკიდო და შენს ჰამსტრინგზე აი ესე ჩაებხაუჭო. ესეც დღევანდელი ვარჯიში. დამიწერეთ თუ მოგეწონათ, თუ მიიღეთ რაღაც საჭირო ინფორმაცია და ველოდებით თქვენს კითხვებს კომენტარებში, მათ შორის შეგიძლიათ დაწეროთ, რომელი ვარჯიშებიც გაინტერესებთ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემს სავარჯიშო პროგრამაში ის ვარჯიშები ჩავსვა და იმ ვარჯიშების განსხვავებული, სტანდარტულისგან განსხვავებული სხვადასხვა ტექნიკური დეტალები გაგზიაროთ ხოლმე, ისევე როგორც მაგალითად დღეს. ეხლა ბოლო გამშვალში ამ პოზიციაში მე თან ცხოვრებაში რომ გამიკეთებია ვარჯიში. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ, დაწერეთ კომენტარები და დაელოდეთ შემდეგ ვიზდეოს. ნახვამდის.